ტელეპიროლის ოპერატორი ნუკრი ქაფიაშვილი ზუსტად ამ წუთებში შევიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კარლო კაციტაძის უწყებას ინფორმაციას მიაწვდის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გაუსწორდა მას და მარიამ მაკასარაშვილს შინჯიკაშვილის მამა როგორც გვიდასტურებს დაზიანებები აღენიშნება თავისა და ბუხლის არეში და ამბობენ ისიც და მისი ადვოკატიც რომ აუცილებელია ამ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება. ცხადია ჩვენ დავსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით წინა პრეცედენტისა და საქმეებიდან გამომდინარე რომლებიც არის თაროზე შემოდებული აქვს თუ არა ობიექტური გამოძიების მოლოდინი ეს კითხვა იყო რიტორიკული რაზეც არის ცალსახა პასუხი რომ არ არსებობს იმის მოლოდინი რომ რაიმე ობიექტური შედეგი დადგება ამ ყოველფრის შემდეგ თუმცა რასაკვირველია ტელეპიროლის ოპერატორი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის გამოძიებას იმ დღესთან დაკავშირებით როდესაც მას და ჩვენს ჟურნალისტს მარიამ მაკასარაშვილს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შინჯიკაშვილის მამა გაუსწორდა ფიზიკურად. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროული ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს იმისათვის რომ სწრაფად მოხდეს აღნიშნული სისხლისამართლის საქმის გამოძიება. ჩვენ გვაქვს არაერთი პრაქტიკა თუ როგორ იწელება ხოლმე სისხლისამართლის საქმის გამოძიება და შემდეგ სამწუხაროდ არ ხდება ის არ გვაქვს ის შედეგები რომელიც ეს უნდა გქონდეს. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს მსგავსი რაღაც არ განმეორდება აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეში ვინაიდან გვაქვს არის უამრავი მტკიცებულება რომელიც ადასტურებს ძალადობრივ მოქმედებას რომელიც ადასტურებს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. კრის იმ დღეს გადაყვანილი იყო საავადმყოფოში სადაც მას თავის არეში აღმოაჩნდა დაზიანებები თუმცა ეს როგორც ექიმებმა განუმარტეს მას არ იწვევდა საფუძველს იმისას რომ დარჩენილიყო საავადმყოფოში თუმცა მოგვიანებით მან აღმოაჩინა რომ ასევე აქ დაზიანებები ფეხის არეში და დღეს დიდი ალბათობით ჩვენ მოვითხოვთ მის ექსპერტიზაზე გადაყვანას. რომ უშუალოდ ექსპერტმა ნახავს ის დაზიანებები რომელიც მას გააჩნია ფეხის არეში. ამ ფაქტზე უკვე ჰქონდათ რეაგირება სამოქალაქო აქტივისტებს ქალებზე გახშირებული ძალადობისა და მათ შორის ჩვენს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ ღამით გამართეს აქცია შინჯიკაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დატოვეს საპროტესტო წარწერები. მე მაყურებელს შევახსენებ რომ შემთხვევა 12 მაისს მოხდა რა დროსაც ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ შინჯიკაშვილის მამამ მარიამ მაკასარაშვილს სახის არეში მუშტი ჩაარტყა რის შედეგადაც მას ტვინის შერყევა დაუდგინდა ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ნუკრი ქაფიაშვილი ოპერატორი კი ზუსტად ამ წუთებში აწვდის ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით კარლო კაციტაძის უწყებას.